7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 6 ოქტომბერი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. დღეს ჩვენ გსურს, რომ მოგიყვეთ თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა გამოიყენოთ ის დერეფანი, რომელსაც გიხსნით შემოქმედი და რომელიც წარმოადგენს დამაკავშირებელს მესამე და მეხუთე განზომილებებისა. დრო იკუმშება ყოველდღიურად და ბევრი თქვენგანი გრძნობს ამას საკუთარ თავზე. იმისათვის, რომ გადალახოთ ბოლო წინაღობები, რომლებიც ყოფთ ახალი სამყაროსგან, თქვენ უნდა გააკეთოთ შემდგომი. პირველი, ყოველ დღე მანამ სანამ დაიძინეთ, თხოვთ ყველა ზეციურ ძალას, თქვენ სულიერ მენტორებს, ფარულ ანგელოზებსა და ზედა მეს გაგიძღვნენ მეხუთე განზომილებაში, რათა გაატაროთ იქ მთელი ღამე და ვთხოვეთ მათ დაგეხმარონ, რომ დაიმახსოვროთ თქვენი სიზმრები. ბევრი შემთხვევაში ეს შეიძლება მაშინ არ გამოვიდეს, თუმცა თავარია, რომ დაიწყოთ ამის კეთება, რათა ისწავლოთ მეხუთე განზომილების ახალ სამყაროში გაცნობიერებულად შესვლა უკვე მღვიძარე მდგომარეობაში. გვერდწმუნეთ, ამის სწავლა შეიძლება, მთავარია, რომ იყოს თქვენი სურვილი და იმის გააზრება, რომ ამის გადადება მეტი აღარ შეიძლება. მეორე, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავების სინათლისა და ღვთაებრივი სიყვარულის შეუღწევადი გარსით მოცვა, რათა ვერავითარი უცხო ენერგია მესამე განზომილებიდან ვერ შემოვიდეს თქვენს ენერგეტიკულ სივრცეში და არ დაგხიოთ უკან. მესამე, შეეცადეთ იმყოფებოდეთ მშვიდად და ჰარმონიულ მდგომარეობაში იგივე მომხდარი მოვლენების და მიუხედავად. ტრაგიკულ გარემოებებშიც კი გახსოვდეთ, რომ არაფერი არ ხდება შემთხვევით. ყველაფერი მიდის ისე, როგორც შემოქმედება ჩაიფიქრა. დიდებული ექსპერიმენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ მომხდარა ჩვენს გალაქტიკაში, უახლოვდება დასასრულს და ეს დასასრული ვერ იქნება ბედნიერი აბსოლუტურად ყველასათვის. მხოლოდ ის სულები, რომლებმაც აირჩიეს ამაღლება და არ გადაუხვევენ გზიდან არავითარ შემთხვევაში, შეძლებენ ახალ სამყაროს შესვლას. ხოლო ისინი, ვინც ეჭობენ, ბორძიკობენ და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, დარჩებიან ფარდის მეორე მხარეს. მათ გააზრებული უნდა ქონეთ, რომ შემოქმედი კი არ უშვებს მათ სამოთხეში, არამედ თავად ქმნიან წინაღობებს თავიანთი ეჭვებით, შეცდომებით, ინერტულობითა და სიჯიუტით. მეოთხე, აუცილებელია ყოველი თავისუფალი წუთი გამოიყენოთ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. თქვენ უნდა აივსოთ ღვთაებრივი ენერგიით, რომელიც გულუხვად უნდა გაუნაწილოთ თქვენს პლანეტას, გარემომცველ ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს. გახდით სინათლის წყაროებად, რომლებისკენაც მიიზრდება ყველა ცოცხალი და თქვენ გახსნით ზეციურ კარიბჭეს არა მხოლოდ საკუთარი თავებისთვის, არამედ თქვენი ახლობლებისათვის, ყველას, ვინც შეგხვდებათ გზაზე, ვინც მიიღებს ცოდნას, რომელსაც გასცემთ თქვენ, ვინც იგრძნობს თქვენ სიყვარულსა და დახმარებას. გახსოვდეთ, რომ ამაღლება არის თქვენი ცნობიერების ნახტომი, თქვენი სულიერი მუშაობა. ეს არის თქვენი ღრმა არსის ღვთაებრივის გამოვლინება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ძვირფას დედამიწელებო, ჩვენ მზად ვართ მოვიდეთ თქვენს დასახმარებლად. ჩვენ მზად ვართ მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რა გელოდებათ ახალი დედამიწაზე და დაგეხმაროთ იქ დამკვიდრებაში. ჩვენ ვართ თქვენი გალაქტიკური ძმები და დები. მიიღეთ ჩვენი გულისფერი და გულისხმიერი დახმარება. 7 პლანეტის წარმომადგენლები საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, და არ უნდა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენს სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.